მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ბევრი ადამიანისთვის. ჩვენი კანი იცვლება ასაკთან ერთად, თავისებურ ცვლილებებს განიცდის კანი პერიოდულად, რასაკვირველია და განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში. ეს პრობლემა ძალიან ხშირია და ამის ძირითადი მიზეზი ჰორმონალურ ცვლილებებს უკავშირდება. ახლა გვერდება გადავალთ უпростоრად ეკა სესიკაშვილთან, ჩვენი ჟურნალისტის თავის სტუმართან ერთად ძალიან ბევრ სასარგებლო ინფორმაციას და რჩევას მოგცემს. ეკა მოგესალმებით, მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად და უნდა დავიწყოთ საუბარი. მადლობა ამ თემისთვის, იმიტომ რომ ეხლა ალბათ ის პერიოდია, როდესაც განსაკუთრებულად აქცენტი უნდა გავაკეთოთ იმ ყველაფერზე, რაც ამ თემის ირგვლივ არსებობს. სადაც ყოველთვის აქტუალურია ხოლმე თინეიჯერების თემა და განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში. და ძალიან მიხარია, რომ დღეს რა თქმა უნდა ამ თემას შევეხებით. დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა არის სწორედ ეს და ვსაუბრობთ როგორ იცვლება კანი გარდატეხის ასაკში და როგორ დავეხმაროთ მოზარდებს, რომ თავი უფრო კომფორტულად და თავდაჯერებულად იქცნენ. მოზარდობის ასაკში ჩვენ ვაწყობთ არაერთ ფიზიკურ და ემოციურ ცვლილებას, მაგრამ განსაკუთრებით თვალშისაცემი ცვლილება სწორედ კანის მდგომარეობაზე აისახება აკნე, ცხიმიანი კანი, ანთებები. ეს საკითხები არა მარტო ვიზუალურ დისკომფორტს, არამედ ფსიქოლოგიურ წნეხსაც რომ გვექნის, ამაში დარწმუნებული ვარ, რომ დამეთანხმებით. დღეს ჩვენი სტუმარი იქნება დერმატოლოგი, მედიცინის დოქტორი ქეთი ბერიანიძე, რომელიც გაგვიზიარებს პრაქტიკულ რჩევებს და გვეტყვის, როგორ დავიცვათ მოზარდობის დროს კანი სწორად. ქალბატონო ქეთი, მოგესალმებით, გვიხარია რომ დღეს ხართ ჩვენი სტუმარი. მოდი დავიწყოთ სულთავიდან, ხო? რა ხდება, როდესაც მოზარდობის პერიოდში, გარდატეხის ასაკში ჩვენი კანის სტრუქტურა იცვლება? ეს ყველაფერი სავარაუდოდ დაკავშირებულია ჰორმონალურ ცვლილებებთან. აი, უფრო ცვლად რომ მოგვიყვეთ ამ ყოველთვის. კი ბატონო, კანი ადამიანის ორგანიზმში წარმოადგენს ყველაზე დიდ ორგანოს და შეუძლებელია და სწორედ აი ამ პუბერტატულ პერიოდში, როდესაც ჩვენი ორგანიზმი განიცდის ძალიან მრავალ ჰორმონალურ ცვლილებას, მას არ ქონდეს გავლენა ადამიანის კანზე. რა თქმა უნდა, ამ ასაკში ადამიანის კანი განიცდის მრავალ ცვლილებას, კერძოდ ყალიბდება ცხიმოვანი ჯირკვლები, ხდება მისი ფუნქციური აქტივაცია, რაც თავის მხრივ უკვე გამოვლინდება კანზე მცირედი კომედონების ფორმირებით, ხო? ეს არის ღია კომედონები, შავი წერტილები, რომელიც ძალიან აწუხებთ გარდატეხის ასაკში მოზარდებს, ან ასევე დახურული თეთრი კომედონები, რომელიც არის ასევე კანქვეშ მოთავსებული. ძალიან სწრაფად იმატებს კანის ცხიმიანობა, კანი პრიალებს, მას მოყვება უკვე ანთებითი პროცესები კანზე, რაც შემდგომში გამოვლინდება მცირედი გამონაყრით, როგორიც არის ეს კვანძები, ჩირქოვანი ელემენტები, ეს მათთვის მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური კუთხით, რომ უყურებენ საკუთარ თავს, ეს განიცდიან, მერე ცდილობენ მექანიკურად მის ტრანვირებას, ამოღებას, ეს რასაკვირველი ამ პროცესის რამდენადმე პროგრესირებას იწვევს და საჭიროა დროული და ვიტყოდი სწორი ჩარევა. აი ხა თქვენ რაზეც გააკეთეთ აქცენტი ეკამა სხვათა შორის ანუ მოზარდებზე და იმ თაობაზე, რომელსაც უკვე ალბათ სკოლის პერიოდში სიარული უწევს ხო უკვე დამთავრებისკენ, აბიტურიენტობის გადასვლისკენ. ეს და თქვენ ხაზი გაუსვით, რომ ფსიქოლოგიური მომენტია. ძალიან მძიმე ვითარება შეიძლება შეიქმნას ხო სტრესიდან გამომდინარე, იმიტომ რომ უბრალოდ შეიძლება ჩემდა სამწუხაროდ რაც უნდა ვთქვა ძალიან მწუხვარ, მაგრამ ხდება, როდესაც დაცინის ობიექტი ხდება, როდესაც ბულინგის მსხვერპლი ხდება და რეალურად ეს ძალიან უსიამოვნო ვითარებას ქმნის თვითონ მის ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხო? რაღაც აი ყველაზე უმთავრესი გამოსავალი რა შეიძლება რომ ჩვენ შევთავაზოთ ამ ასაკის ბავშვებს. ამ სტრესმა კიდე შეიძლება განაპირობას უფრო დიდი რაოდენობით აკნე, ხო? ესეც არის. ძალიან თავისებურებასთან გვაქვს, დიდ თავისებურებასთან გვაქვს ნახეთ, არსებობს ადამიანის ფსიქოტიპი, რომელიც 2-3 ელემენტზე ძალიან მკვეთრად რეაგირებს, არსებობს ფსიქოტიპი, პაციენტი, რომელიც მოვა მისი სხეულის ძალიან დიდი ფართია დაფარული ელემენტებით და ის ძალიან ნორმალურად აღიქვავს ამ მდგომარეობას. რასაკვირველია, ამ კონკრეტულ მომენტში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლის მხარდაჭერას. და ამავე დროს, სწორ დროს უნდა მივიდეს ექიმთან და ექიმთან კონდეს ასეთივე სწორი კომუნიკაცია, დაენიშნოს სწორი დანიშნულება და ის მოზარდი უკვე რომ დაინახავს, რომ დღითი დღე მისი მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდის, რასაკვირველია მისი ეს ფსიქოემოციური სტატუსიც ლაგდება. თუმცა რა დროს უნდა მივიდეს ექიმთან, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რჩევა რომ მივცეთ მშობლებსაც და მოზარდებსაც, რომ უკვე რა დროს უნდა მიმართავენ დერმატოლოგს. ძალიან ბევრი მშობელი სამწუხაროდ აღიქვავს, რომ
გამონაყარის სახეზე გაივლის. ეს არის ასაკ დამოკიდებული პრობლემა და გადაილახება თავისით. სამწუხაროდ ასე არ ხდება. აუცილებლად ჭირდება მკურნალობა, როდესაც დედა თუ ოჯახის ახლობელი შეურჩევს დასაბამს საშუალებას, წასასვლელ სამკურნალო საშუალებას და ეს არ გაივლის 1 და 2 თვეში და პროცესი ხდება პროგრესული, ამ შემთხვევაში აუცილებელია უკვე ექიმთან კონსულტაცია. ვიტყოდი დერმატოლოგთან და არა კოსმეტოლოგთან. ნახეთ, ამასაც თავისებურება აქვს, რადგან როდესაც კოსმეტოლოგთან მიყავთ მოზარდები, ხდება ჩარევა კოსმეტოლოგიური კუთხით, როგორიც არის გაწმენდა, ამ ელემენტების ტრანსფერება და ეს იცით იწვევს პროცესის პროგრესირებას, ანუ გავრცელებას და ასევე არსებული ელემენტების გაღრმავებას. ჩვენ ხომ გვინახავს ადამიანები, რომელსაც აქვს ნაწიბურები, ანუ აკნეს შემდგომი ელემენტები. ეს ნიშნავს იმას, რომ არასწორად და არასწორ დროს მოხდა არაკვალიფიციური მიდგომა. ანუ როდესაც ელემენტი პროგრესირებს, გამონაყარი მრავლდება, იზრდება, ამ შემთხვევაში აუცილებელია დროულად ექიმის სათანადო კონსულტაცია. და მშობლებს ვსაუბრობთ ზუსტად და არ შემიძლია არ კითხოთ გენეტიკას რა კავშირი აქვს ამ დროს გამონაყართან, თუნდაც აკნესთან, თუ აქვს გავლენა გენეტიკურ კავშირს. დიახ, აკნე საკმაოდ მრავალფაქტორიანი დაავადება გახლავთ და გენეტიკაც ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც განაპირობებს აკნეს განვითარებას. ნამდვილად, ხშირ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს აქვს აკნე, მის მშობლებს აუცილებლად აღნიშნავენ, რომ მათ ასაკში ჰქონდათ ეს დაავადება. ასევე ჰორმონალური ფონი ძალიან მნიშვნელოვანია აკნეს განვითარებაში, ანდროგენი, ანუ ჰორმონი, რომელიც განაპირობებს სწორედ აი ამ ცხიმოვანი ჯირკვლის აქტივაციას. დავამატებდი ასევე ცხოვრების წესს ხედავთ ჩვენ ეკრანზე ახლა ანდროგენი დიახ იწვევს ანუ აქტივაციას ცხიმოვანი ჯირკვლის და შესაბამისად პროცესის პროგრესირებას. ასევე მნიშვნელოვანია ცხოვრების წესი. სამწუხაროდ დღეს ძალიან ბევრი თინეიჯერი ძილღვიძილის რეჟიმია, ძალიან დარღვეული, ძალიან გვიანი ძინებენ, ძალიან შემდგომ გვიანი ღვიძებენ, მშობლები ამას განიცდიან. აქვს ამას გავლენა ძილღვიძილის პროცესში. რა თქმა უნდა სტრესავს კიდეც და ემოციურადაც. ჩვენი ფიზიოლოგიური მდგომარეობიდან ხდება გადახვევა, ეს ჩვენი ორგანიზმისთვის არის უჩვეულო მდგომარეობა და შესაბამისად მასეც გარკვეულწილად რეაგირებს ჩვენი კანი. აუცილებლად, მენიუც მნიშვნელოვანი არის საკვები, რადგან ხშირად ბევრი მშობელი ამბობს, რომ გარეთ იკვებება, სწრაფი კვებით იკვებება, ხო, მისი შვილი და შესაბამისად ამასაც გარკვეული მნიშვნელობა აქვს ამ დროს. და როგორც ვიცით არის ხო რაღაც კონკრეტული საკვებები, ახლა ლიკა დამეთანხმება მაგალითად დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი გავლენა აქვს საკვებს ნებისმიერი ადამიანის ორგანიზმზე და განსაკუთრებით მოზარდებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ სწორად იკვებონ. არის რაღაც გარკვეული ტიპის საკვები, რომლის მიღებაც არ შეიძლება აკნეს დროს, ხო? მაგალითად ეს შეიძლება იყოს აი გრაფიკულადაც არის, ახლა ეკრანზე ხედავთ ჩვენი მაყურებელი, შეიძლება იყოს შაქარი და სწრაფი ნახშირწყლები, რძის პროდუქტები, კარაქი და ტაფაზე შემწვარი, გადაუმუშავებული საკვები და ასე შემდეგ. კიდევ თუ შეგიძლიათ გითხრათ აი კონკრეტულად რა საკვები შეიძლება და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გვირჩიოთ რომელი საკვებია კარგი ამ დროს რომ მიიღოს მოზარდმა. ზოგადად ორგანიზმი ეს არის ინდივიდუალური, ყველას აქვს ინდივიდუალური მიდგომა და გამოხატულება ასევე ყველა საკვებზე. შესაბამისად, რძის პროდუქტები, ცხარე, თხილეული ეს მეტნაკლებად გავლენას ახდენს. თვითონ პაციენტებიც ამას ადვილად ამჩნევენ, თვითონვე ამბობენ, რომ ექიმო, მე როდესაც მივიღე ეს საკვები, ჩემს სახეზე შეინიშნებოდა გამონაყრის აქტივაცია. ესაც ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს თვითონ ადამიანმა და გადაწყვიტოს ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რომელი საკვები აკრძალოს. თუმცა ჯანსაღი კვება, რასაკვირველია, სახლში მომზადებული საკვები, ძალზედ მნიშვნელოვანია და მით უმეტეს გარდატეხის ასაკში. რა მინდა გითხოთ, ეს კავშირში არის გენეტიკასთან, პირობითად თუ მშობლებს არის ხო? გენეტიკასთან არის აკნე კავშირში. კი, გენეტიკასთან როგორც ვისაუბრეთ უკვე ნამდვილად არის კავშირში. კანის ტიპებზეც რომ ვისაუბროთ, აი განსაკუთრებით ჩვენ ვიცით რომ რამდენიმე სახის კანის ტიპი არსებობს, განსაკუთრებით თუ არის რომელიმე, რომელიც უფრო მეტად იწვევს კანის სხვადასხვა პრობლემებს. კანის ტიპი ზოგადად არის 3, ანუ ცხიმიანი მშრალი, ნორმალური, ასევე კომბინირებული კანი. ზოგადად კანის ტიპი ნამდვილად განსაზღვრავს შემდგომ დაავადებების არსებობას. მაგალითად, ცხიმიანი კანი ხშირ შემთხვევაში წინაპირობა გახლავთ აკნეს, თუმცა შესაძლებელია მშრალი კანის შემთხვევაშიც იყოს აკნე, ასევე სებორეული დერმატოზები მშრალი კანის შემთხვევაში. რა თქმა უნდა, კანის ტიპი განსაზღვრავს დაავადებას. იცით რა მინდა გითხოთ, აი ჩვენ ზოგადად თინეიჯერებზე ვსაუბრობთ ხო იმ საკზე, რომელიც ერთ-ერთი ურთულესია თითოეული ბავშვის ცხოვრებაში ამ გარდატეხის პერიოდში. ამ შემთხვევაში ბიჭებზე მინდა გითხოთ, გამომდინარე იქიდან, რომ მათ
გარკვეულწილად, როდესაც აყრით. იწყებენ მაგალითად პირის პარსვას უკვე, ხო? უღიზიანდებათ უფრო მეტად, ეს კანი უფრო მეტად. ამ შემთხვევაშიც ეს პრინციპი, რაზეც თქვენ თქვით, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მე რა გამოაყარა და გადაუვლის, ალბათ უნდა ამოვიღოთ მთლიანად და შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ იცი რა, უბრალოდ გამიღიზიანდა და აქედან გამომდინარე. აი ამ შემთხვევაში როგორ უნდა? ძალიან კარგი შეკითხვა, აქტუალური შეკითხვა, ხშირად არის ხოლმე დასმული ეს კითხვა მშობლებისგან, და ზოგადად მოზარდებისგან. ეს გახლავთ მექანიკური ტრავმირება, გაპარსვა, როდესაც კანზე გახლავთ გამონაყარი ტრავმირება და პროცესი პროგრესირებს, ვრცელდება. ამ შემთხვევაში უნდა შევთავაზოთ ისეთი საშუალება, როგორიც არის, მანქანის საშუალებით აღება თმის, რომელიც ნაკლებად იქნება ტრავმული კანისათვის და თუნდაც იგივე ეპილაციებიც მინდა ვთქვა, ზოგჯერ როდესაც ხდება ეპილაცია, როდესაც იპარსება კანი და შემდგომ თმა ამოდის, ხშირ შემთხვევაში ეს ფაქტორიც გახლავთ აკნეს მაპროვოცირებელი, ანთებითი ფაქტორის, უფრო გამააქტიურებელი და ამიტომ თუნდაც გაპარსვა, თუნდაც ეპილაცია, თუნდაც ეს ბიოეპილაცია ძალიან სწორად უნდა შევარჩიოთ, რომ არ იყოს ფაქტორი ზოგადად აკნეს განვითარების. სხვადასხვა თუ შენ არსებობს სხვადასხვა მითები, რომლის მეშვეობითაც ადამიანები მაგალითად ამბობენ, ერთი ასეთი მითი არსებობს, რომ კანის ხშირი ბანვა ეხმარება აკნესგან მკურნალობას, რაც ვიცით რომ არის მითი. რას გვეტყვით ამის შესახებ და კიდევ რა მითები არსებობს, რაც ხელს უშლის პირიქით აკნეს? აქ ამ მითში ალბათ არსი მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც ცხიმიანობა იმატებს კანზე, დასაბამი ეძლევა ზოგადად აკნეს, გამონაყრის ფორმირებას და როდესაც ჩამოიბანს ადამიანი, აკნე ისე აქტიურად არ განვითარდება, მაგრამ აქ ერთი თავისებურება გახლავთ ის, რომ ანატომიურად და ფუნქციურად, როდესაც ხშირად იბანს ადამიანის სახეს ან თავს, როდესაც ცხიმიანობა აქვს, ჩვენი ცხიმოვანი ჯირკვალი კიდევ უფრო მეტად იწყებს აქტივაციას და უფრო მეტად ფორმაში დგება. ამიტომ შესაბამისად ნორმალურად უნდა მოხდეს დასაბანი საშუალების შერჩევა, რომელიც დაგვეხმარება ცხიმის რეგულაციაში. მთავარი არსი მდგომარეობს ამაში, რომ ისეთი დასაბანი შევარჩიოთ, რომ ცხიმის რეგულაცია მოვახდინოთ და არ მოხდეს ფიზიოლოგიურად აქტიური გადმოდინება ცხიმის. და როგორ უნდა დავეხმაროთ მოზარდს, რომ აკნე უფრო მეტად არ გამწარდეს? რამდენიმე ისეთი რჩევა რომ მოგცეთ კონკრეტული, აი კანის მოვლის რუტინა, როგორი შეიძლება რომ იყოს სწორად შედგენილი? პირველ რიგში მივცემთ იმ რჩევას, რომ როდესაც გამონაყარი გამოჩნდება კანზე, არ ინერვიულონ. შემდეგ ხელით არ იწვალონ და სწორად შეარჩიონ დასაბანი საშუალება. აქცენტი გაკეთდეს არა ბრენდზე, არამედ შემადგენელ კომპონენტზე. შემადგენელ კომპონენტში იგულისხმება, ვთქვათ, ისეთი მჟავა, როგორიც არის გლიკოლი, სალიცილი, რეტინოლი, ბენზილპეროქსიდი, მათი შემადგენლობით დასაბანი საშუალება, მაგრამ თუ არსებობს ასეც, რომ ზედმეტად გადაშრება ხოლმე კანი, აკნეს მკურნალობის და დაბანის დროს და უნდა გავითვალისწინოთ კანის ტიპი, რომ ამ დასაბან საშუალებაში ასევე შედიოდეს ჰიალურონის, რომ დაკომპენსირდეს, აი ზედმეტად არ გადავაშროთ კანი. და შესაბამისად, ვთქვათ, გამოიყენონ, ასე ძალიან კარგი არის, აქტუალურია მათ ასაკში ენზიმური პუდრები, რომელიც აზელაინის მჟავას შეიცავს და ღრმად კარგი ანტიბაქტერიული მოქმედება აქვს, კარგად ასუფთავებს კანს. და ასევე მნიშვნელოვანია დეკორატიული კოსმეტიკა, რომელსაც ხშირად მიმართავენ გოგონები ამ ასაკში, გამოიყენონ არაკომედოგენური, რომელიც მათ ყოველდღიურობაში, ამ პროცესს არ შეუწყობს ხელს, რომ კომედონი ფორმირდეს და შესაბამისად აკნეს განვითარებას არ შეუწყოს ხელი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოზარდობის პერიოდში დაწყებულ აკნეს თუ ვერ მივხედეთ დროულად, ეს შეიძლება სერიოზულ პრობლემად გადაიზარდოს უკვე დასრულ ასაკში. შესაძლებელია, მაგრამ დღეს ისე განვითარდა ჩვენი სფერო დერმატოლოგია, რომ მე ვფიქრობ აღარ ხდება. ბოლოს მინდა ერთი კითხვა დავსო, საზღვაო სეზონი მოდის და ბუნებრივია, ზოგი ზღვაზე მიემგზავრება, ზოგი სათევზაოდ, ზოგი საქეიფოთ არის, ზოგი უკეიფოთ, მოკლედ და აი ამ საზაფხულო პერიოდში მაგალითად წყალთან მიმართებაში მსგავსი პრობლემის მქონე ადამიანები. დიახ, წყალთან დაკავშირებით არანაირი შეზღუდვა არ გვაქვს. აქ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის, თუ აქვს ამ ადამიანს გარკვეული ტიპის მკურნალობა, არსებობს პრეპარატები, აკნეს სამკურნალო, რომელსაც მომატებული ფოტომგრძნობელობა ახასიათებს და მზესთან მიმართებაში გახლავთ წინააღმდეგ ჩვენებაში. ამ შემთხვევაში ეს პრეპარატები არ უნდა იქნას გამოყენებული, ასეთი მალამოები და დასაბანი საშუალებები ზღვაზე სეირნობის დროს, რუტინა უნდა შეიცვალოს, რომ დამატებითი პრობლემა არ შეიქმნას. ზოგადად აკნე და მზე ერთმანეთთან ძალიან მეგობრობენ, პირიქით ხელს უწყობს მის უკუ განვითარებას. კი ბატონო. ეს არ ვიცოდი. თუ მზე პირიქით პრობლემა არ არის.
პოზიტიურად მოქმედებს. დადებითად მოქმედებს. ძალიან კარგი, დიდი მადლობა, ეკა, დიდი მადლობა, მადლობა. საინტერესო და აქტუალური თემაა, განსაკუთრებით იმ მოზარდებისთვის, რომლებიც გარდატეხის პერიოდში საოცრად უნდა არიან. ვუთხრათ მოზარდებს, რომ მაშინ, როდესაც უკვე პატარა პრობლემასაც კი შეამჩნევენ კანზე, პირდაპირ უნდა მიმართონ და ის აუცილებლად თვითნებურად დერმატოლოგს. რაღაცების თვითნებურად კურნალობა. კი ბატონო.